დილამშვიდობის ხალხნო, როგორ ხართ? ეხლა მყავდა დაბლა. რომელია საათი? 11 ხდება. დაბლა მყავდა ეხლა. ვაი დედა. ნინოს უთხარა დაბლა ქათმების ჩახედოს ერთი. ნინო. ადეგი ქათმების საქიანი მიდი და მე წამოწევი. დროზე ცოდოები არიან. წიწილებიც რა. ის ორი დღე თუ სამი დღე მე უშვებდი და ეხლა ვეღარ ჩავარჯერ. ცოტა ხანი. რა შვებით, როგორ ხართ, რა ფერი ხართ ხალხო? წეღან გამოუცვალე რომ უნდა ჩამიყვანა დაბლა. ხო და? როგორც კი ჩემი შავი ადიელა ავიღე თავისი უბრალოდ რომ უნდა გადამეხვია ამაში, დავდე დაბლა, გამოცვლაც დავიწყე, სანამ პამპერსს მივწვდი იქვე მიდევს, მოცეკვავე შადრევანმა მოასხა და ყველაფერი დაასრულა. ამიტომ მომიწია თავიდან ბოლომდე ახლიდან გამოცვლა, გადავახვიე სხვა ადიელაში და გავათრიე გარეთ, ეს ჩემი ხვლიკი. კაცებიცოდებიანი. წყალიც და საჭმელი სამი ერთი ხორბალი დაუყარე, ორი ქერი ამ პირიქით. ფრთხილად ახადე რა ამას დავხვიეს. მოგიძრა? ახალი? ის არ არის? სისი. ანუ მარტო საერთოდ მოგიძრა. მოგიტეხი. ის მოგიძრა. უდოქნახეულია ის დაპროგრამოს აი ეს არის მარკონოსთან მიერთებული. ანუ მარტო მაგასთან დავაწერო? ვიცი, თვითონ რომ მოფიქრესა და აი მას შორის აი ხომ დავაწეროთ. მანდა და შუაში შეიძლება. აქა და შუაწელში შევაწერ. ესეც მიდის. ანუ მარტო მაგით. ესეც მიდის. შუაში შევიძლია და ეკით რა. შუაში ვერ არის და მიედებანი. მაშინ აკუებთ. მაშინ ესე დადე ვიცოდე. აი ეს. საფროს პონდო ყვითლის სადი. აი ეს. პონდოში. ხო და ჩავიყვანე დაბლა. ვაჭამი, ვაჟბატონს სუფთაზე. და მე მგონი დავამთხვით სისუფთავე და ძილი ახლა ამ წამს ერთმანეთს. ხო და ისა ნანის ეჭირა ცოტა ხანი, მაგ პროცესში კიდე მე ის ადიელა, რომელიც სულ ხელში მიმჭირდება, ის შავი ადიელა, გავრეცხე იმ ორ ზედასთან ერთად. გავფინე, ძალიან მალე შრება ეგრევე. ფულია ძალიან მალე. ჭიპი კარგად აქვს. მოშუშებული აქვს. რაღაცა ის ჭიპის სანამ მოსწრებოდა რაღაცა ბლანტი ის აქონდა, რაღაცა ნადებივით და იმათ არ ქონდათ რა და ყოველთვის რაღაცა როა ხოლმე ვადარებ ამათ წინა ბავშვების მდგომარეობას და ეხა უკვე მოშუშებული აქვს და რაღაცა თითქოს არ ჰქონდათ მასე. უბრალოდ იმათ ჭიპი ძალიან მალე მოსწვა. ამას მე 11 დღეს მოსწვა, იმათ მე-3-4 დღეს მოსწვა რა და მოკლედ ვადევნებდი თვალყურს, მეთქი რამე არ გამეპაროს ჭიპია მაინც და ყველაფერი კარგად არის. მაგ მდგომარეობის გათვალისწინებთ, აი წინა ბავშვებს რომ ვადარებ მდგომარეობას, მაგ მდგომარეობით მივხვდი, რომ ნინოს ჰქონდა დაჭიმულობა. რო ავიყვანდი ხოლმე ხელში, კი არ იშლებოდა, მოკუნტული იყო და არა და უკვე აღარ ცხვაზე აყვანილი მყავდა და არაფერი არ ჰქონდა ექიმს ნათქვამი საერთოდ.
რომ რაღაცან დაჭიმულობა იყო, ან რაღაცა, რომ ვაცმევდი, ესე ქონდა, აი ეს გავუგლეჯავდი, ჩავაცმევდი კიდე. ხო და აქ ყავს ძვირფასი მასაჟისტი ეკა. ხო და ეკას ჩავიყვანე და ვუთხარი, რომ ეკა რაღაც არ მომწონს. მეთქი და რას მეტყვი შენ და ეკა მითხრა მაშინ რომ ამ მასაჟებზე მეთქი მასაჟებს დავაწყებინებ თქო რაღაცა ნიტუა რა სახსრებში მეთქი და არა მასე ხელს ვერ მოვკიდებ სურათის და მის გარეშეო რომ რატოა მეორე თუმცა დღეს ვწავლიყვანე ხო და გამოკვლევებზე მაშინ მყავდა იმაში სანდრას კლინიკას რო ეძახიან ხო იცი ონკოლოგიურ რაღაცა ხო იცი და იქ იყო ჯული უბერი. ეხლა მაგასთან ყავს აღარ ცოცხლობ და ეფექსში არიან ეგეთი. ხოდა მაშინ რომ მივყვანე ჯულისთან მითხრა რომ გამიშვა მოკლედ ექიმთან ქონდა შიდა ქალის წნევა ძალიან მინიმალური და ისა. ეგ იწოდა დაჭიმულობას სხვა არაფერი. ისიც გადაუყარეთგენიც და სახსრების საერთოდ არ გადასდიოდა. და დამინიშნეს 3 კურსი მასაჟის. იდეალურად ჩაიარა ყველაფერი. ხო და მაგის მერე რა თქმა უნდა გავყევი ჯულის და 3-ვენი იქ არიან და ეხა ეს ვაშბატონიც უნდა კიდე წადაგდია. დღის საათებში აქ არ ასწინავ. დღის საათებში სწინავ საწოლში იქ ჩვენთან. მაგრამ ეხლა როგორც კი ამოვიყვანე იგივე ჩაეძინა რადგან წეღა როგორც თქვი სისუფთავე და კუჭის ამოვსებულობა და ძილი ერთმანეთს დავავთხვი. ხო და ერთ სიტყვით ყველაფერი შედარებითია. და მაგით ხვდებით ხოლმე რა და როგორ არის უკვე ნორმა დედები. ასე რომ ცოტა გუშინ წინ მენერვიულებოდა ღამის საათებში ჭიპის გამო. მაგრამ იდეალურადაა ყველაფერი. ეხლა უნდა ავიღო ის ფურცელი რაც გამომატანეს. სმენაზე შემოწმებულია და იდეალურად არის ყველაფერი, უბრალოდ დოკუმენტის სახით არა გვაქვს. და ისა. ეს არის 22. 3 ორშაბათს სავარაუდოდ თუ არ დაგვირეკეს ორშაბათამდე ექიმმა, უნდა წავიყვანოთ თოდუაში. მე მგონი თუ სწორად მახსოვს იქ მიწერია. მოკლედ იმაზე იყო წასული შვებულებაში ეს ექიმი, ვინც ამის დოკუმენტალურად აძლევს რა ამ საბუთს. ხო და თუ მოვაო მანამდეო დაგირეკავთ. და აქვე მოიყვანო რომ იქ ავარიაო და თუ არ მოვაო იქ წაიყვანეთ. რომ სანამ აღრიცხვაზე დავაყენებთ ეს საბუთი უნდა გვეჭიროს ხელში. შემოწმებული არის ყველაფერი ფიქცია, უბრალოდ საბუთი გვინდა. ხო ეხლა დავიღო კარგად და წავიკითხო ყველაფერი რომ სად უნდა მივიდეთ, ვისთან და რაღაცა. ოღონდ ვიმედოვნებ რომ იქამდე იქნებდა რეკონ რომ იმ შორეზე არ წავიდეთ და ისო ბუკერიაში ჩავიდეთ. ხო კიდე ისა იმისის მქონდა კაცო. აცრა ბეცეჟე. ყველას რო გვაქვს. მაგაზე შემოვიდნენ. ან ერთად ბავშვები არ გაყავდათ ან აცრაზე არ არსებობს. ჯერ ერთი გაყავდათ შემოვიდნენ, მე მესამე ესე გაყავდათ. ჩემთან შემოვიდნენ ბეცეჟეზე. წაიყვანეს, მალევე მომიყვანეს ალბათ რამდენიმე წუთში და მითხრეს კიდეც რომ აყვანის დროს ან გამოცვლის დროს მარცხენა ხელი ცოტა ისე რომ მაინც დაჭიმულობა ექნებაო და ცოდვა. რა თქმა უნდა რა ნემსის გამო. ხო და ეგეც შედარებითი არის. იმათ რომ გამოვიყვანე მაგალითად სამშობლოში 3-ვეს უკვე ეტყობოდათ
და უკვე დაჩირქებაში ქონდათ წასულის ბეცეჟი ხო ესე ჩირქდება და რაღაცა მოსდის ხო. თუმცა ეს ყველაფერში ესეთი ის არის. ნანემს არის კი არ ეტყობა ხალხმა და ცოტა არ იყოს შევშფოთდი. დოკუმენტში უწერია რომ ბეცეჟი გაკეთებული. მე კი ხო არ დაავიწყდათ. ხო და ეგეც კი უნდა ვიკითხო, მაგრამ სანამ ექიმამდე მივალ ვიკითხე იმას ჩვენს უდიპლომო chat GPT-ს. ნუ მე კი ეს სხვათა შორის იმ ამეს ჭიკლაზე chat GPT-თან მქონდა კომუნიკაცია და იმან ამიხსნა რომ ის არისო რა ზოგს როდის ძვებაო და ეგ სუნიო არ შეგეშინდეს თვითონ ჭიპის ამბავიაო. რაც უნდა მოსდროს მაგას აქ. ხო და ახმარეთი პერეკის. ყოველდღე არის, მაგრამ ნუ პრინციპში ყოველდღე რა ხან დილით ხან საღამოს პერეკის იმავშობოდი რომ მაინც რა ვიცი იმაზე პერეკისს ხმარობდი და ისე. იმან მითხრა chat GPT-მ რომ აღარ იხმარო. პერეკისი ცოტა უხელს უშლისო შეშრობასო და გამოშრობასო. ამიტომ მარტო წყალი ისქენიო და კარგა გაუმშრალიო. ეს წუთი მას ცილა გაიქცა. ხო და ვიდედა. მართლაც აღარ მიქნია პერეკისი არ დამისხია და კარგად დაიწყო გამოშრობა. ასე რომ ხანდახან ენდეთ ხოლმე. ხა თლათან ვენდობით, როცა მithmet ეგეთ რაღაცასთანა გაქვთ საქმე, ჯობია იქიდან გაიაროთ კონსულტაცია. უბრალოდ მე ჩემი ეჭვები გავიქარწყლე რა. და ეხა ხო მიხვდები ადამიანი რომ რამდენად ეფექტური. ასე რომ ესეც ესე. დაიჭირე? ეს ზათალი. არ ვარწევ ხოლმე ეხა ოდნავ ამ დროს ოდნავ ვეხმალი. ეს ოდნავ და გვერდს გადაუბრუნე. რაც დაბლავაჭამე და ამოვედი. მეთქი ვაქვაჭმებ მეთქი და გავაგრძელებინებ ძილს და ისა. ეგრევე ჩაეძინა და ეხლა ჭამისთვის იღვიძებს, იცი რა ქუცია. ჩემი ბაწეთი თუ ხარ გვიან დავაუთოვე. და ის რაღაც მაიკები მაქვს ხა შესალაგები. ანუ ის მომენტი რომ საუთობელი მაგიდა უნდა დამეკეცა და შემედო ისევ გარდირობის გვერდზე ვერ მოვახერხე, იმიტომ რომ იცი რა არის, აღარ ვაგროვებ სარეცხს, ძალიან ცოტა რომ იყოს ვრეცხა. ანუ არ ვაგროვებ როგორ ეხლა თითო დაორულ მაიკას არ ვყრი სარეცხს მანქანაში, იმიტომ რომ ეხლა თლათ მასეთი ფუფუნება არ გვაქვს ყრის და ანუ აი უფრო მოგროვდება დღეში რომ სამჯერ 4 შევრეცხავდი აღარ შვები. ეგ ჩემია ყოველდღე თითო ჯიშეყრე გავაკეთო და მაგიტო ხოლმე იქედან შეიძლება ნახევარზე მეც თუ არ უნდოდეს აღარ ვაუთოვებ ხოლმე ყველაფერს და რაღაცებს და საღამოხანს ვიტოვებ ხოლმე რომ კარგად რომ სძინავ ამას მაგ პერიოდში ვაუთოვებ რომ მე ეს იღვიძებს ჯერ ესპანავს და მე აი ეგენი მაგ დასაბინავებელი ხარ და უთოს მაგიდეს წვერავ დღეს მინდა რომ აი ეს რაც წინაზე გითხარით გადავიტანო მეთქი იქით გადავიტანო. ხალხო დღეს შეიძლება შპალიერი დავიწყოთ, ოღონდ არ ვიცი რამდენად თუ იქ ქვემოთ არ იმუშავებინ. რაღაცების საერთოდ დავიტანა შეეხლა ბაზრობაზე. ვიხსენე რაღაცა მინდა ბაზრობაზე მეთქი ვიხსენე ვერ გავიხსენე.
არა და თქვენთან ერთად ავთქვი. ვერაფრით ვერ გავიხსენე რა მინდოდა პასუხი. შეიცინე ისე. ეხლა არ დავიწყებ რა ხაბლოს და რა ხარობს. იმიტომ რომ ასე თუ ისე ხმაური ექნება. მე როდესაც შევხიზლდება, იცი როგორ უნდა გადავიტანო? არ უნდა ავწიო. სველ ტილოებს, ნესტიან ტილოებს დავუდებ ფეხებთან და მივაწვევი და მიდის თავისით. იქაც რო დავთქვავ, ივანეს მივიხმარ, რომ გამოვაცალო ის ტილოები და ეგ არის და ეგ. სიტუაციაც კარგი იქნება, გადაღების მხრივ იქნება სინათლე. თან იმ ადგილს ანუ იმდენად ავითვისებ, რომ აი ეს კუთხეს უცადელი იქნება და საწოლს გადმოდგა უკვე დანიელი და დამიანე ხო ერთმანეთში მეშლებათ, სანამ გაბრიელს ვეტყვი, რომელიღაცას ვამბობ. როგორც წინაზე უთოობისა შემიშლა. გადმოვაბრძანებ აქეთ. ოღონდ საით ზუსტად არ ვიცი, აქ დავდგა. მე მგონი ტუმბოს აქ დავტოვებ და საწოლს ესე დავდგავ ჯობია. მაგრამ უჯრაში შემიშლის ხელს. ნუ რაღაცას მოვიფიქრებ. აქ თიჩი მოცხოვრება. მე მგონი ესე ჯობია და ტუმბოც რაღაცას გადავაკონციალებ. ნახეთ რა ცოცხალი. დღეს ვეცდები ავწონო. ერთი 5-6 დღის წინ იყო ზუსტად 4 კილო და ცოტა მეტი, ნუ ტანსაცმელს რო გამოვაკლებ და ნაჭამნასმობას 4 კილო. მაინტერესებს რამდენად მოიმატა. გუშინ წმინდელ ვიდეოზე ვიღაცამ დამიწერა, რომ ისო შენც მომატებული ხარო. რა სიძახი? რა სიძახი? საიდან მოიტანე? აი როგორ უნდა მოიტანო ესეთი რაღაცა, საიდან მოგაკ. ხო ჯერ პირველ რიგში ეს კომენტარებს რო აკეთებ ხოლმე თქვენ რომ მიწერთ რომ ნუ ნერვიულობ გაატარო. არა ხალხო, არა ნერვიულობ. ჯერ ის რომ თემა გაქვს ვიდეოს და მე გხალისობ. მე ხო იცი ეგეთი ვიდეოები. უბრალოდ ეგეთი კომენტარები, კაი ხანია ეგეთებისგან აცრილი ვარ. როგორც ეხა, რა სიძახი? რა სიძახი? საიდან მოიტანე? ლანდი გამდის ქალს. აი ეს როგორ უნდა უთხრა ადამიანს, რომელიც სიგამხდრისგან აღარა. კაცო, საიდან შემოვარდება? ყველაფერი საჭამეასვი. კარების გახებას რო დააპირებ, მოაწექი და ისე ჩამოსწი და გამიშე რო იგივე კაჩაო ეგეთი ხმა აქვს. წამართლელი დაგიგვიანდება და საჭმელიც. დალიენით. ძალიან აღარ მოკიდო. აი საიდან მოიტანეთ რომ მოიდი ჯიმი ცხოვრება, ამას ერი გაუშლია. მოიდი პეცეცი დედა. მოიდი. დავიდეთ ახლა იქ ჭამოთ და ისე დავიცით. რომ ეს ვითხარ. ეგრე არის. Дева мечуби. Миравми, руку кайчима, бабушка нам всегда кайбзалу, да это зламу. Асубта бабушия, тем псита бабушина. Так и что бы ты хархно, бабуш, просто кайвича, кайвича очахи.
დავალი თორი შემჭამდი ახლა. მე, ხო შეიძლება ცოტა ხანი, მაგრად რომ უჭირო.